მშვიდობისა, ეს იმედი ლაივია გიორგი ფუტკარაძესთან და მაგდა ანიკაშვილთან ერთად. გამარჯობა, მთავარ ამბებს გიყვებით ისე როგორც არავის სხვა. ორმაგი სტანდარტის მასტერკლასი ბრიუსელიდან ევროპარლამენტმა გამჭვირვალობის კანონი გაამკაცრა. ომის დასრულებაზე ოპტიმიზმს პუტინის ახალი განცხადებები არღვევს. რა ხდება კულისებში გიყვებით რამდენიმე წამში. გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების გარეშე დემოკრატია არ არსებობს, ღიაობა აუცილებელია უცხოური ჩარევის თავიდან ასაცილებლად. ევროპელ ხალხს სურს იცოდეს, ვინ ცდილობს მათზე გავლენის მოხდენას. აი ამ კარგად ნაცნობ არგუმენტებზე დაყრდნობით ევროპარლამენტარებმა მხარი დაუჭირეს გამჭვირვალობასთან დაკავშირებული რეგულაციების გამკაცრებას. ცვლილებების სავალდებულო ეროვნული რეესტრის შექმნას ითვალისწინებს იმ NGO-ებისა და კომპანიებისთვის, რომლებიც არაევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან ფინანსდებიან, ასევე ითხოვს მათი აქტივობების და მოსავლების დეტალურ აღწერას. ყველა კარგი პრინციპი, რომ ევროპას მხოლოდ თავისთვის უნდა, ამაში დღეს კიდევ ერთხელ დარწმუნდა ქართული ოცნება, გაიხსენეს ევროკავშირის ხანგრძლივი და მკაცრი კრიტიკა მმართველი გუნდის მიმართ. მარტა კოსის ცნობილი განცხადებაც, თუ როგორც ცდილობს ევროკომისარი ქართული კანონმდებლობის გვერდისავლით დააფინანსოს რადიკალური ჯგუფები, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი მიიჩნევს, რომ ბრიუსელი თავს იცავს მესამე ქვეყნებიდან მომდინარე მავნე გავლენებისგან, საქართველოს კი ამავე საკითხს ედავება, რადგან კონკრეტული მიზანი აქვს სიტუაციის შერყევა, დესტაბილიზაცია და ხელისუფლების ცვლილება, მათ შორის ძალადობრივი გზით. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის საკითხს შეტანილ საჩივრებს სტრასბურგის სასამართლო დაუშვებლად ცნობს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ამ საკითხს შეტანილი 3 საჩივარი თითქოს მოსამართლეები გადაწყვეტილების მიღებისას მიკერძოებულები იყვნენ, წარმოებაში არ მიიღო და იუსტიციის სამინისტროს პოზიციები გაიზიარა. გადაწყვეტილებაში სტრასბურგის სასამართლომ მიმოიხილა საქართველოს ხელისუფლების მიერ 2012 წლიდან მართლმსაჯულების სისტემის გაჯანსაღების მიზნით ჩატარებული რეფორმები. ყურადღება გაამახვილა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მოსამართლეთა უვადო დანიშვნა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს როლის გაძლიერება და კონსტიტუციური ცვლილებები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევისა და თანამდებობაზე განწესების პროცედურაზე. 3-დან 1 საჩივრის ავტორი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი ირაკლი ფირცხალავა, რომლის მიმართ მიმდინარე სამართალწარმოება ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეს ეხებოდა. ფირცხალავა ამტკიცებდა, რომ მოსამართლე გადაწყვეტილებისას არ იყო დამოუკიდებელი და მისი პროცესი არასამართლიანად წარიმართა. სტრასბურგის სასამართლომ კი დაადგინა, რომ მომჩივანის საქმის სამართლიანი განხილვის უფლების დარღვევის ნიშნებიც კი არ გამოვლენილა. საჩივრები დაუშვებლად იქნა ცნობილი. 4 ოქტომბრის ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებული 27-ვე დაკავებული სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. ბრალი მძიმეა სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების ცდელობა, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა. რადიკალთა ბანაკში არ წხრება ვნებები, არ შემდგარი და სრულად არამშვიდობიანი დამხობის მსელობის ირგვლივ ბრალდებულები საპატიმროდან ჩივიან. სააკაშვილის გენპროკურორი ზოდელავა ოპოზიციას საყვედურობს. დაკავების დღიდან თქვენი დიდი ნაწილი ჩვენს ჩაქოლვას ითხოვდა, ჩვენთვის არავინ არსებობს, არც NGO და არც საერთაშორისო ორგანიზაციებიო. ამ პრეტენზიებს ეთანხმებიან გახარიას პარტიაში. 4 ოქტომბრის პროვოკაციის შემდეგ ერთმანეთს გვერდში არ დაუდგნენ. დანაშაულის გადაბრალება და გაყიდულების ძახილი დაიწყეს, ამიტომაც არ ვიქნებით იქ, სადაც ნაცები იქნებიანო, ამბობენ გახარიები და მოსალოდნელ საპროტესტო აქციას გულისხმობენ. თქვენ თუ არ გამოხვალთ ქუჩაში დავიღუპებით, კინო დასრულდებაო, ქილიკობს მათზე ნაციონალების ბაბლის სოცხსელში, თუმცა ბოლო დღეებია თავად დაუფარავან წუხად და დარდობენ, რომ ქუჩის პროცესები მილევად რეჟიმშია, პროტესტი ხდება და მათი მარგინალიზაციაც შეუქცევადია. რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების იმედით დაწყებულ მოლაპარაკებებს ჩიხი ანაცვლებს. რამდენიმე საათის წინ რუსეთის პრეზიდენტის პირველი კომენტარი 28 პუნქტიან გეგმაზე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სამშვიდობო პერსპექტივას. პუტინმა თქვა, რომ უკრაინაში ახალ საპრეზიდენტო არჩევნებამდე დოკუმენტების ხელმოწერას აზრი არ აქვს, რადგან ზელენსკი არალეგიტიმურია. გარდა ამისა, პუტინი ირწმუნება, რომ საომარი მოქმედებები შეჩერდება მხოლოდ მაშინ, თუ კი უკრაინის ჯარი დაკავებულ პოზიციებს დატოვებს. კულისებში კი ამბები ასე ვითარდება. არაერთი საერთაშორისო მედიის ცნობით, შტატები დოკუმენტზე უკრაინისა და ევროპელების დათანხმებას ჩქარობს. მარკო რუბიო ევროპელ მოკავშირეებს ეუბნება, რომ შტატებს სურს სამშვიდობო შეთანხმება დაიდოს მანამ, ვიდრე უკრაინისთვის უსაფრთხოების რაიმე გარანტიებს დათანხმდებიან. უკრაინაში მყოფმა შეერთებული შტატების არმიის მდივანმა კი სამშვიდობო გეგმაზე დათანხმების მიზნით დიპლომატებს პირდაპირ უთხრა
უთხრა, რომ თუ კი ხელმოწერა არ იქნება, რუსული სარაკეტო საფრთხე შესაძლოა უკრაინის ფარგლებს გასცდეს. შტატების გეგმას აქტიურად ეწინააღმდეგება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ნაწილი. დღეს განცხადებები გააკეთეს ბალტიისპირეთის ქვეყნების წარმომადგენლებმა, თუ რუსეთის საზღვრების ყველაზე მცირე ფორმითაც შეცვლის ნებას მივცემთ, ჩვენთან მოვლენ მარკერით და რუკით, შემდეგ კი ტანკებით საზღვრების ხელახლა დასახაზად, განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბუდრისმა. მისი ესტონელი კოლეგა მარგუს ცახკნაკი ამბობს, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინისთვის სამშვიდობო შეთანხმების თავზე მოხვევას ცდილობს. საუბარს ვიწყებთ იმედი ლაივის პირველ სტუმართან, ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი შემოგვერთა სტუდიაში. საღამოს მშვიდობისა. მოგესალმებით. მადლობა მოწვევისთვის, მივესალმები ჩვენს მაყურებელს. მოდით დავიწყოთ ეს ინტერვიუ ევროპარლამენტში მიღებული გადაწყვეტილებით, როდესაც ისმენ დეპუტატების არგუმენტებს. ერთ-ერთი ის, რაზეც საუბრობდა მართველი გუნდი და რის გამოც აკრიტიკებდა მას ასე ძალიან ბრიუსელი. აი ეს ამ გადასახედიდან რა შეფერილებას ტოვებს ეს ყველაფერი? ეს ძალიან კარგია, იქიდან გამომდინარე, ჩვენი საზოგადოება ისედაც რომელიც უკვე დარწმუნდა, ჩვენი საზოგადოების უდიდეს ნაწილზე მაქვს მე საუბარი, რომ ქართული ოცნების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და გადადგმული ნაბიჯები მით უმეტეს ბოლო 4 წლის განმავლობაში იყო აბსოლუტურად უალტერნატივო. ისინი კიდევ ერთხელ წმუნდებიან ამ ყველაფერში, სწორედ აი ესეთი ფაქტებით, ხო? მე ხარ რაზეც ჩვენ საუბრობდით ამდენი ხნის განმავლობაში, რომ გამჭვირვალობა არის აუცილებელი და ჩვენ რო გვედავებოდნენ, რომ გამჭვირვალობა თითქოს ეწინააღმდეგება რაღაცა ევროპულ ღირებულებებს, დღეს ევროკავშირი საუბრობს, რომ გამჭვირვალობა თურმე მართლა ყოფილა ევროპული ღირებულება და ეს არის აუცილებელი. მე იმასაც შევახსენებ ჩვენ საზოგადოებას, რომ როდესაც ჩვენ მივიღეთ გამჭვირვალობის უმარტივესი 6 გვერდიანი კანონი, რომელიც ითვალისწინებდა მხოლოდ დეკლარირებას, არ ეხებოდა ფიზიკურ პირებს, არ ითვალისწინებდა სისხლის სამართლის პასუხისგებლობას, მას შემდეგ მიიღო საფრანგეთმა, კანადამ, ძალაში შევიდა ბრიტანეთში. ეხლა ევროკავშირმა კიდევ უფრო გაამკაცრა. იქ ეხება ფიზიკურ პირებსაც, ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისგებლობებსაც და ასე შემდეგ. ხოლო რაც ჩვენ გადმოვიღეთ ფარას კოპირებული ვერსია, რა თქმა უნდა, ის გაცილებით მკაცრი არის, ვიდრე ჩვენი უმარტივესი გამჭვირვალობის კანონი, რომელიც დაბრენდეს რუსულ კანონად და დღეს, რა თქმა უნდა, საზოგადოების ის ნაწილიც, რომელიც შეცდომაში შეიყვანეს, მათი აბსოლუტური უმრავლესობაც, რა თქმა უნდა, ხვდება, რომ აფიორაში მიაღებინეს. მაგრამ ამ კანონის მიღების შემდეგ დაიძაბა ურთიერთობა ევროკავშირთან განსაკუთრებულად. ჩვენ დღეს ვისმენთ, რომ საქართველო მხოლოდ ფორმალურად ფურცელზე რჩება კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნად. რა მოლოდინი გვაქვს ამ ურთიერთობების გაუმჯობესების კუთხით? ნახეთ, მარტო ამ კანონთან დაკავშირებით არ არის ეს ურთიერთობების დაძაბვა და უფრო გავშლი მე თემას. და ხა ჩვენ ვიცით, რომ და მადლობა ღმერთს ბატონმა ტრამპმა დაიკავა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოსტი და შესაბამისად ძალიან ბევრ რაღაცას აეხადა ფარდა, რაზეც ქართული ოცნება საუბრობდა, ბედავდით და პირველები საუბრობდით ამასთან დაკავშირებით და ჩვენ კარგად ვიცით, რომ ზოგადად NGO ორგანიზაციები, ეგრეთ წოდებული მდიდარი NGO ორგანიზაციები, აი გიგაურს რო ვეძახით და ლომჯარიას კოლექტიურ NGO ორგანიზაციებს, რა თქმა უნდა, არიან კეთილსინდისიერი NGO ორგანიზაციებიც, ეს არის ინსტრუმენტი Deep State-ის გნებავთ, გლობალური ომის პარტიის გნებავთ, არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის ხელში, ძირითადი ინსტრუმენტი არის, რითიც ისინი პროცესებს აკონტროლებენ სხვადასხვა ქვეყნებში. ეს მარტო საქართველოს არ ეხება. და სხვადასხვა ტიპის რევოლუციებს გადავხედოთ, ფერად რევოლუციებს გადავხედოთ და ასე შემდეგ, ხო? შესაბამისად, ეს არის ძალიან მტკივნეული თემა ამ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობისთვის, როდესაც შენ მათ ინსტრუმენტს ეხები, იქიდან გამომდინარე, რომ გამჭვირვალე, როდესაც ხდება კონკრეტულად რომელიმე NGO ორგანიზაციის საქმიანობა, რა თქმა უნდა, ეს პრევენციული არის, ვინაიდან მას არ აწყობს, რომ ის მავნებლობა ჩაიდინოს, პოლარიზაცია გააღვივოს, ის კამპანიები, რასაც ეწეოდნენ ჩვენ ინსტიტუტების შესარყევად, იგივე საპატრიარქოს რეპუტაციის დასაზიანებლად, იგივე რევოლუციური სცენარების მოსაწყობად და ასე შემდეგ. გამჭვირვალობის შემთხვევაში არ აწყობთ, ხომ? იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოება ყველაფერს ღიად დაინახავს და მაგიდან გამომდინარე, როდესაც ეხები მათ ესეთ ინსტრუმენტს, ეს ძალიან მტკივნეული ბრძკენა არის მათთვის, თუმცა რა თქმა უნდა, ეს არის უმნიშვნელოვანესი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და ამ შემთხვევაში ევროკავშირი, როდესაც ამას ამკაცრებს, თვითონ კონკრეტულად ევროკავშირის სივრცის უსაფრთხოებისთვისაც რა თქმა უნდა არ არის. ბრიუსელი ცდილობს არ გაუშვას ხელიდან ეს ინსტრუმენტები და პირდაპირ ამბობს, რომ ახლა ქართული ფარას გვერდისავლით რაღაცნაირად უნდა მოახერხოს და უნდა მიაწოდოს ფული საქართველოში. ცნობილი, ასე ვთქვათ, განცხადება არის, ძალიან ბევრი წამოწდენა აქვს ამ ქალბატონს და ზოგადად დღევანდელი ევრობიუროკრატია დიდი კომპეტენციით სამწუხაროდ არ გამოირჩევა, ამას ჩვენ არ ვსაუბრობთ, მხოლოდ ამას ღიად საუბრობენ ძალიან მაღალი რანგის წარმომადგენლები, თვითონ ევროპული
დემოკრატიული ქვეყნების და ქალბატონი კოსი პირდაპირ ამბობს, რომ ნუ გვერდი უნდა აუაროთ რამენაირათო და გავაურმაგოთ დაფინანსებაო ლომჯარიასი და გიგაურისო, ხომ შავი ხვრელი უნდა ვიპოვოთ. მანამდე ქალბატონი კოსის წამოწდენა იყო სხვათა შორის ხვალ არის ზუსტად 28 ნოემბერი და სავარაუდოდ ამაზეც გვექნება საშუალება რომ ვისაუბროთ. მარტა კოსი იყო ერთ-ერთი, რომელსაც წამოწდა 2 თვის წინ, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი გააჩერა არა საქართველოს, არამედ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება იყო ეს ყველაფერი. ბატონი ჰერჩინსკი, რომელიც ოქტომბერი იყო 2024 წლის ორჯერ პირდაპირ მოუწოდა ამ მომრჩეველს, რომ ქართულ ოცნებას ხარი არ დაუჭიროთ, თორე ევროინტეგრაციის პროცესი ვერ გაგრძელდებაო და ბატონი ჰერჩინსკის წერილი იყო, როდესაც ეხა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიწერა და იქ დატანილი არის პირდაპირ თარიღი, რომ 2024 წელს მათი გადაწყვეტილებით ივნისის თვეში მოხდა ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება. მას შემდეგ ევროსპიკერსაც წამოწდა და ასე შემდეგ. თუმცა ჩვენ მოვისმინეთ გერმანიის ელჩის განცხადება, რომ დეკემბერში საბოლოო ჯამში საქართველოსთან მიმართებით გაფართოების ფაილი დაიხურება. ნიშნავს თუ არა ეს საქართველოს როგორც პოტენციური წევრის ან კანდიდატის სტატუსის დასასრულს? რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს. პირველ რიგში მინდა ხაზი გავუსვა, რომ გერმანიის ელჩს არავინ არ ეკითხება, რომელი ფურცელი იხურება და რომელი იშლება და საუბრობდა რაღაცა გვიშქონდა ინტერვიუ, რომ მე არ ვერევი საქართველოს შიდა საქმეებში, ნუ არ ვიცი, ამაზე ცინიკური განცხადება და ვენის კონვენცია არ დამირღვევიაო, ან ცინიზმი მონაწილეობს ამ ყველაფერში, ან უბრალოდ არაკომპეტენტურია და საერთოდ არ იცნობს ვენის კონვენციას, მაგრამ ეს გვერდზე გადავდოთ, ხომ იგი დაბრუნდა, 2 დღეც ვერ მოითმინა, გავარდა ეგრევე აქციაზე. ფოტო გადაიღო ისეთ რადიკალ პიროვნებასთან, რომელიც ჩვენი ეკლესიის ლანძღვით არის დაკავებული, ესეთი ფოტოები მას ჩვევია და ჩვენ ვრჩებით სამხრივი მეგობრობის რეჟიმში გერმანელ ხალხთან და ეს არის ძალიან პრაგმატული გადაწყვეტილება ჩვენი ხელისუფლების მხრიდან. ხოლო რა და როგორ გაგრძელდება, ხო ამას დრო გვიჩვენებს, ჩვენ რა თქმა უნდა ვასრულებთ ნაკის რვალდებულებებს, რაც არის ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული, იქიდან გამომდინარე, რომ ფიზიკურად დრო არ დავკარგოთ და როდესაც უკვე ევროკავშირის გაფართოების საკითხი დადგება 2030 წელს, ჩვენ ეს ყველაფერი უკვე შესრულებული გქონდეს. და როდესაც უკვე იქ ევროკავშირში შეიცვლება სიტუაცია და საღი აზრი გაიმარჯვებს, ისევე როგორც გაიმარჯვა ამერიკის შეერთებულ შტატებში და იქ გამოღვიძება დაიწყო უკვე ევროპელი ხალხის ჩეხეთი არის ამის ძალიან კარგი მაგალითი, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ბიუროკრატია იქაც შეიცვლება და რა თქმა უნდა წინ ვერაფერი ვერ აღუდგება ჩვენს ინტეგრაციას ევროკავშირში, ჩვენი ვალდებულება რაც არის და ჩვენი პასუხისგებლობა ჩვენ მოსახლეობასთან, რომ ჩვენ 2030 წელს შევხვდეთ ყველაზე მომზადებულები დანარჩენ კანდიდატ წევრ ქვეყნებს შორის. 28 ნოემბერი ხელისუფლების ოპონენტებისთვის და მათი უცხოელი მოკავშირეებისთვის ეს არის თარიღი, როდესაც ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა, რომ შეეცვალა ქვეყნის საგარეო კურსი, მრავალსაუკუნოვანი არჩევანი, როგორც ისინი ამბობენ და მიუხედავად იმისა, რომ თქვენ მოიყვანეთ ფაქტები, რომ რეალურად გაცილებით უფრო ადრე თავად ევროკავშირის გადაწყვეტილებით მოხდა ამ პროცესის შეჩერება, დაპაუზება, სხვადასხვა ტერმინს იყენებენ ხოლმე, მაინც ძალიან დიდი შრომაა ოპოზიციის მხრიდან ჩადებული იმაში, რომ დაიბრენდოს თითქოს აი 28-ში რაღაცა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული და წელს აპირებენ კიდეც რომ საპროტესტო რაღაც მსვლელობით აღნიშნონ, ასე ვთქვათ, ეს თარიღი. რეალურად რა მოხდა 28 ნოემბერს, რომ აუხსნათ კიდევ ერთხელ? რეალურად 28 ნოემბერს მოხდა მხოლოდ ერთი რაღაცა, რომ ჩვენო პრემიერ-მინისტრმა გამოაცალა შანტაჟის, ასე ვთქვათ, კიდევ ერთი ინსტრუმენტი ევრობიუროკრატებს და განაცხადა, რომ ჩვენ ხვეწნას არ დავიწყებთ მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით. თორე დაგვიდონ მაგიდაზე, გაგვტესტონ, ხო ამბობენ, რომ ქართულ ოცნებას არ უნდა მოლაპარაკებების გახსნა. მაგიდაზე დატონ დოკუმენტი, ამას ვიმეორებდით, დღესაც ამ პოზიციაზე ვართ და ხვალაც ამ პოზიციაზე ვიქნებით. მაშინვე ხელს მოვაწერთ და დიდ მადლობასაც გადავიხდით. მაგრამ შანტაჟის მექანიზმად ჩვენ ამას არ გამოვაყენებინებთ, როგორც იყენებდნენ კანდიდატის სტატუსს და წელიწადში 4-ჯერ რო შეიკრიბებოდნენ, იტყოდნენ, რომ აი მოლდოვას გაუხსენით, იმას გაუხსენით, ამას გაუხსენით და საქართველოში არის დემოკრატიული უკუსვლა, გაცდა რაღაცა კურს და ეგ ძალიან საინტერესო ექნებს. ვინმე მგვითხრას აი წელთაღრიცხვა როდის დაიწყო ამ ევროპულ კურსზე გადახვევის, ხომ ძალიან მაინტერესებს. თუმცა ამას აქვს ძალიან დიდი პრედისტორია, 2022 წელზე, 2021 წელზე უნდა დავბრუნდეთ და დაახლოებით 3-4 წუთი დამჭირდება და რაღაცა კითხვა იქნება ამასობაში ამ შეგიძლიათ რა თქმა უნდა შემეკითხოთ, უბრალოდ ჩვენ საზოგადოებას უნდა შევეხსენო ყველაფრის ქრონოლოგია, როგორ მოვედით 28 ნოემბრამდე. როდესაც უკრაინაში ომი იწყებოდა, რა თქმა უნდა 1-2 წლით ადრე ყველას ინფორმაცია ჰქონდა, მათ შორის ჩვენც, რა თქმა უნდა და ევრობიუროკრატები და გლობალური ომის პარტია ესე რო ვთქვათ და იმ დროინდელი ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციას, სადაც უზარმაზარი გავლენა ჰქონდა არაფორმალურ მმართველობას და ამაზე პირდაპირ ბატონი დონალდ ტრამპი საუბრობს. რა თქმა უნდა, ფსონს ქართულ ოცნებას ესე ბრმად ვერ
ჭირდებდნენ, რომ მეორე ფრონტად გამოადგებოდა და წავყვებოდით ამ თამაში. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ გამოცდილები არ ვყავდით, ხომ? კი, წავყევით ძალიან ბევრ კომპრომისზე, კოჰაბიტაციაზე, ასე შემდეგ, მაგრამ გამოცდილი არ ვყავდით, ჩვენ გადაგვადგმევინებდნენ თუ არა ჩვენი ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯს. აქედან გამომდინარე 2021 წელს იწყება ეს ყველაფერი, როდესაც უკრაინის სპეცსამსახურებმა, გასაგებია ყველასთვის, რომელ სპეცსამსახურებთან კოორდინაციაში შემოაპარეს მიხეილ სააკაშვილი, რომ თავი გადაეზღვიათ, აქ მოხდარიყო რევოლუცია. კი, რა თქმა უნდა, აქ მოხდარიყო რევოლუცია, სააკაშვილი გასულიყო თავის მომხრეებთან რუსთაველის გამზირზე, მოხდარიყო რევოლუცია და გადაზღვეულები იქნებოდნენ სააკაშვილის პირობებში, რა თქმა უნდა, საქართველოს მეორე ფრონტი გახდებოდა იმ დღესვე და რუსეთი ისე ძლიერად არ გამოიყურებოდა 40,000-მდე გაწვრთნილი ჯარისკაცის მოწმენა დაჭირდებოდა საქართველოში და რა თქმა უნდა, ეს იყო უზარმაზარი თავისკივილი რუსეთისთვის და ეს არის პროქსიომი, რასაც ჩვენ ვამბობდით, ბედავდით დასავლეთს და რუსეთს შორის, დღეს ეს გამომჟღავნდა, ყველა საუბრობს ნატოში ამერიკის ელჩი პირდაპირ ამბობს, რომ პოლიგონად გამოვიყენეთ უკრაინა, რომ გამოგვეცადა ჩვენი იარაღი. ხო, პროქსიომი არის უკრაინა სამწუხაროდ გაწირეს, პირდებოდნენ დაჩქარებული წესით ნატოში მიღებას და ასე შემდეგ. დღეს ამაზე არავინ აღარ საუბრობს და იმასაც შევახსენებ ჩვენს მოქალაქეებს, ცოტა გადაუხო და ისევ დაუბრუნდები მე საიდანაც დავიწყე, იმასაც შევახსენებ ჩვენს მაყურებელს, რომ უკრაინა და რუსეთს შორის ეს ომი, ანუ რუსეთის აგრესია სრულდებოდა 2 თუ 3 კვირაში სტამბულში, როდესაც უკრაინა იმყოფებოდა მილიონჯერ უკეთეს სიტუაციაში. დღეს 10 მილიონი უკრაინელი უსახლკაროდ არის დარჩენილი. ის ხალხი რა ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია და რამდენი წელით დაჭირდებათ ფსიქოლოგიურ მდგომარეობიდან გამოსასვლელად წარმოვიდგინოთ, ძალიან საზარელი წარმოსადგენია, ასობით ათასი დაღუპულია, ქვეყნის ინფრასტრუქტურა განადგურებული და ყირიმის გარდა კიდე 4 რეგიონი და 20% ოკუპირებული. ეს არაფერი არ იყო 3 და 4 კვირაში. 28 ოქტომბერთან. მე ხა საიდან დავიწყე? ნახე და ჩავიდა ბორის ჯონსონი და ჩაშალა ეს მოლაპარაკებები, იმიტომ რომ დასავლეთს აწყობდა, რომ უკრაინას გაეგრძელებინა ეს ყველაფერი რუსეთი დაესუსტებინათ უკრაინის ხარჯზე და საქართველოს ამ თამაშის ნაწილი უნდა ყოფილიყო. მაგრამ სააკაშვილის სცენარის გეგმაა თუ ეს ასეთი იყო არ იმუშავა. შემდეგ ხდება რა, ომამდე რამდენიმე ხნით ადრე, ძალიან ცოტა ხნით ადრე 4 საათიანი შეხვედრა იყო ბატონ კელიდეგნასა და ბატონ ბიძინა ივანიშვილის შორის, ვერ უარყო ამერიკის ელჩმა, როდესაც ბატონი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან იყო საერთოდ გასული და ყველანი ხვდებით რა შეეხებოდა ეს შეხვედრა. ამის შემდეგ დახურულ კაბინეტებში პირდაპირ ითხოვდნენ, რომ ჩვენ მეორე ფრონტი უნდა გაგვეხსნა და ამით დაგვემტკიცებინა ჩვენი ერთგულება დასავლეთის მიმართ. კი ბატონო, გვინდა დასავლეთი ვუხსნით, მაგრამ ჩვენ ნატოს ქოლგა არ გვიცავს, ვინ გვაზღვევს ჩვენ, ხო? არა, ნუ მე ხამდენი ხართო ქართველებიო და ბოლოს თაგორიანი ქვეყანა ხართო და პარტიზანულ ომზე გადახალ და ასე შემდეგ. კი ბატონო, ეს დახურულ კარს მიღმა არის, რაღაცა წითელი ხაზების გადაკვეთის უფლება ჩვენ დღეს არ გვაქვს, ყიდებს ვერ დავწვავთ და შესაბამისად მეტ-დეტალს საზოგადოებას არ ვაწვდით და ადამიანები, რომლებიც კარგად აანალიზებენ სიტუაციას, ხვდებიან, რომ ეს არის სიმართლე, შეიძლება იყოს ადამიანების ნაწილი, ვინც ვერ აანალიზებს და შესაბამისად კი ბატონო, გავეცავთ. ეხლა ვნახოთ რა იყო სააშკარაოს. როდესაც ნახეს, რომ ჩვენ ესე ვერ დაგვითანხმეს ომში ჩართვაზე, მაგ შემთხვევაში უკვე გადაწყვიტეს რევოლუციის გზით საქართველოში ქართული ოცნების ჩანაცვლება. ამისათვის მათ მოგთხოვეს სანქციების რუსეთისთვის დაწესება და ამისათვის ჩვენ მოგთხოვეს მთავრობის ოფიციალური თანხმობით მოხალისეების გაგზავნა უკრაინაში, რომელიც არ მოუთხოვია სხვა არც ერთი ქვეყნისთვის, მათ შორის არც მოლდოვისთვის და ჩვენ ამაზე უარი რო განვაცხადეთ, ბატონმა ზელენსკიმ გაიწვია ელჩი და რამხელა აჟიოტაჟი მოყვა ამას, თქვენ ყველას კარგად გასულთ, ხო? ეს ხდებოდა საპროტესტო აქციების ფონზე პარლამენტის წინ, ანუ ის ადამიანები, ვინც ამ მოთხოვნებს აყენებდნენ, შეთანხმებით მოქმედებდნენ. რა თქმა უნდა, ეს იყო აბსოლუტური კოორდინაცია და თქვენ კარგად გასულთ, რომ კოორდინაცია არა მხოლოდ აქაურ აგენტურასთან იყო და ამ მდიდარ NGO-თან იყო, ხო? თვითონ უკრაინის ხელისუფლებასთანაც იყო, იქიდან გამომდინარე, პირდაპირ ეთერში ერთვებოდნენ ბატონი ზელენსკი და მაღალჩინოსნები და ეხლა დრო არის, რომ თქვენ მიიღოთ გადაწყვეტილება მთავრობის მაგივრად და უნდა გაისეირნოთ ტანკებით, ეს არის შესაძლებლობების ფანჯარა და ასე შემდეგ. ანუ კოორდინირებული მუშაობა რადიკალური ოპოზიციის, მდიდარი NGO ორგანიზაციების, უკრაინის ხელისუფლების და იმ სპეცსამსახურების, ვისი სპეცოპერაციაც არის ეს თავიდან ბოლომდე და იმ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, რომელიც კულისებს მიღმა მართავს თავიდან ბოლომდე აი ამ სცენარს, ხო? და ეს იყო პირველი ესეთი მცდელობა. ავიცილეთ ეს და მადლობა ქართულ ხალხს, რომ სიბრძნე გამოიჩინა. შემდეგ წამოვიდა უკვე კანდიდატის სტატუსი, რაში ჭირდებოდა უკრაინას კანდიდატის სტატუსი, ომში არის ქვეყანა, ხო? და კანდიდატის სტატუსზე შეატანინეს განაცხადი მოლდოვასაც, იქიდან გამომდინარე, თუ ჩვენ მივხვდებოდით და გავთვლიდით იმას, რომ ეს სპეციალურად კეთდებოდა და არ შევიტანდით, აგვიჯანყებდნენ ისევ თავისი NGO ორგანიზაციებს, მაგიტომ გავუსვიმე ხაზი, თავისი ინსტრუმენტები ჩვენს მოქალაქეებს, რომ ესე იგი საქართველოს ხელისუფლებას არ უნდა
ევროკავშირში გაერთიანდა. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს გავთვალეთ, მაგრამ სხვა გზა არ რჩებოდა, ჩვენ შევიტანეთ და გვახსოვს 2022 წელი, როდესაც ივნისში მიცეს მოლდოვას და უკრაინას, უკრაინა ომში არის, გვერდზე გადავდოთ. მოლდოვას, რომელიც DST-ს წევრი ქვეყანა არის, იხჩობა კორუფციაში, ასე შემდეგ და როდესაც თვითონ ევროკავშირმა წლის ბოლოს გამოაქვეყნა კრიტერიუმები, რა კრიტერიუმებითაც მოხდა ამ ყველაფრის შეფასება, საქართველო აბსოლუტურად ყველა კრიტერიუმით უსწრებდა დანარჩენ კანდიდატ წევრ ქვეყნებს. ეს არავის არ გამორჩეს და არ დაუწყეს. ივნისში ამის გამო NGO ორგანიზაციები ადიან რუსთაველზე, სცენას აწყობენ და ითხოვენ მაიდანიზაციის გამეორებას, ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბებას, ჩვენი მთავრობის გადადგომას და ასე შემდეგ. ჩვენ აი ესეთ турბულენტობებში გვიწევდა გავლა, შემდეგ იქ 27 წევრი ქვეყნის ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების დემარში გვახსოვს, რომ სააკაშვილს თვითონ კლავდი და ვაწამებდით და ასე შემდეგ. ანუ უამრავი турბულენტობა გავიარეთ და ეს იყო მთლიანად ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟი და იმ ჭიჭში რამდენი ტყუებიც ჰქონდათ, ნელ-ნელა იხარჯებოდა ის ტყუები ამ შანტაჟის და ასე ვთქვათ ხელოვნური აჟიოტაჟის კუთხით. მაკედან ვიზა ლიბერალიზაციის თემის შემოტანაც ამ გეგმის ნაწილი იყო ის, რომ შეიძლება საქართველოს დაკარგოს. ვიზა ლიბერალიზაცია არის ამ ჭიჭში ბოლო ტყუია, რომელიც მე მგონი არ გამოიყენებენ. კიდე ერთხელ გეტყვით, ნახეთ, კანდიდატის სტატუსი ჩვენ მეორე ცდილობაზე რომ ავიღეთ, ის ძალები რომ დარწმუნებულები ყოფილიყვნენ, რომ არ მოცემით აქ რევოლუცია მოხდებოდა, 100%-იანი გარანტიით გეუბნებით, რომ არ მოგცემდნენ, მაგრამ ვერ დარწმუნდნენ და ხიდების დაწვა, რა თქმა უნდა, არ უნდათ ბოლომდე, საქართველოს ძალიან ჭირდება და ზუსტად იგივე არის ვიზა ლიბერალიზაციაზე. თუ დარწმუნდნენ ისინი და ბევრ ტესტს ატარებენ, ხო, 13 სექტემბერი ტესტი იყო, შემდეგი 4 ოქტომბერი ტესტი იყო, ხვალინდელი დღე ტესტი არის. ანუ სიტუაციას აფასებენ, რომ რამდენად შეუძლიათ რადიკალებს აიყოლიონ ჩვენი მოქალაქეები. თუ ისინი დარწმუნდნენ, რომ აქ 90-იანი წლების გამეორება შეიძლება და რევოლუციის მოწყობა შეიძლება, გარანტირებულად გეუბნებით, რომ გაუჩერებენ მთელ საქართველოს, მაგრამ ვერ დარწმუნდებიან, იმიტომ რომ გამარგინალებულები არიან მთლიანად ეს რადიკალები, თავიანთი ლომჯარიებით და გიგაურებით. აი ესეთი турბულენტობების გავლა გვიწევდა ჩვენ, შემდეგ ის გამჭვირვალობის კანონი აუცილებლად უნდა მიგვეღო, იმიტომ რომ ეს ინსტრუმენტები უნდა გამოგვეცალა ამ ასე ვთქვათ ოლიგარქიული მმართველობისთვის, რამხელა აჟიოტაჟი მოყვა, ეხლა იმ მოქალაქეებს, არ ვიცი მე, ნუ უნდა ეხლა შეიძლება ამპარტავნება არ აძლევდეთ იმის საშუალებას, რომ აღიარონ და თავი დაიმდაბლონ და თქვან, რომ უკაცრავად და დამაგოიმეს, მაგრამ მეორეჯერ აღარ უნდა დაგოიმდე და მესამეჯერ არ უნდა დაგოიმდე ძალიან დიდი ბოდიში ამ სიტყვებისთვის, მაგრამ ეს სპექტაკლი იყო თავიდან ბოლომდე გათამაშებული. ეხა პროცესების განვითარების გასაგებია ეს ბოდიში მივედი როგორც იქნა 22 ნოემბრამდე. შემდეგ რჩებოდა ესეთი ჩვენ ვიცოდით რომ გაჩერებული იყო ეს პროცესი, მაგრამ ნახეთ ეხა მოსახლეობა რა ადვილად შეყავთ შეცდომაში. პროცესი გაჩერებულია, მაგრამ გამოდიოდა დეკემბერში, ზუსტი ინფორმაცია ჰქონდა. დეკემბერში გამოდიოდნენ, ამბობდნენ რომ მოლდოვა კარგად იქცევა, ის კარგად იქცევა, ამხელა რეფორმები გაატარეს, საქართველო იქცევა ძალიან ცუდად და მოლაპარაკებებს არ უხსნით საქართველოს. მიუხედავად იმისა, რომ ისედაც გაჩერებული ჰქონდათ პროცესი. ჩვენ დავასწარით და გადავდგით ეს ნაბიჯი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ყველა განცხადებაში ვამბობდით და დღესაც ვამბობთ, რომ დაგვიდეთ და ხელს მოვაწერთ. თუ გინდათ, რომ გატესტოთ ქართულ ოცნებას, უნდა თუ არა მოლაპარაკებების გახსნა. მაგრამ შანტაჟის მექანიზმი გამოვაცალეთ, იქიდან გამომდინარე, რომ რაც ნოემბერში ვიხილეთ, გაცილებით მომზადებულები ხდებოდნენ ისინი ამას დეკემბერში და რომ ამბობდნენ, რომ არა, ეს ხალხის მიერ ორგანიზებული აქციები არის და რადიკალური ოპოზიციური პარტიები და NGO ორგანიზაციები რაშუაში არიანო, ჩხრეკები რო ჩატარდა სასამართლოს განჩინების საფუძველზე თქვენ ნახეთ რომ ის პიროტექნიკა, ის მოლოტოვის კოქტეილი, ის ალებადი ნივთიერებები და ასე შემდეგ ჭყალებში შეიარაღება, ოფისები იყო გადატენილი მათი. უფრო მომზადებულები შეხვდებდნენ და ქვეყანაში დიდი ალბათობით მოხდებოდა რევოლუცია. და ეს ტალღები გრძელდება 1 წელია. ეხლა აღნიშნავენ ამ თარიღის წლის თავს. რა არის მოლოდინი ხელისუფლების, ანუ როგორ ვითარდება ეს პროცესი, გულისხმობ აქციებს და გულისხმობ ოპოზიციის ქცევას. ნახეთ ახლა როგორი სიტუაცია არის, რომ სიმართლე თავის კალაპოტს ყოველთვის პოულობს, უბრალოდ ამას დრო ჭირდება. მე ამხელა შესავალი მაგიტომ გავაკეთე, რომ რაც დრო გადის ჩვენი საზოგადოების ის ნაწილიც, რომელიც ხარს ქართულ ოცნებას არ უჭერს, ხვდება ხო, რომ თეთრი თეთრია და შავი შავია. ხვდება, რომ ქართული კანონი ქართულია და რუსული რო აძახებინეს თვენახევარი, შეიყვანეს შეცდომაში. ცუდი სიტყვა გამოვიყენე, მაგრამ უკაცრავად და დააგოიმეს, ხო? მეორეჯერ თუ ვიღაცა დააგოიმეს, კიდევ ერთხელ უკაცრავად იმის გამო, რომ თითქოს ბატონმა კობახიძემ შეაჩერა ევროინტეგრაციის პროცესი, როდესაც ეს ყველაფერი 6 თვით ადრე იყო შეჩერებული, მესამეჯერ უკვე კარგად დაფიქრდება და
და უკვე თავისი თავმოყარეობის ამბავია, ხო? ეხლა რამდენჯერ უნდა გავიდეს ლომჯარიას გიგაურის და ნაციონალური მოძრაობის და ასე შემდეგ მათ დაძახილზე, ხო? შესაბამისად, რა თქმა უნდა, დრომ ძალიან ბევრი რაღაცა გამოკვეთა, ისეც გამოკვეთა, რომ ჩვენი ნაბიჯები ომთან მიმართებაში იყო აბსოლუტურად უალტერნატივო. ისეც გამოიკვეთა, რომ რასაც ჩვენ საუბრობდით უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ყველაფერი ზუსტად ეგრე იყო. უკრაინა გაწირეს, ის იყო ცრუ დაპირებები, არ უნდა კონდეს არავის იმედი შენი საკუთარი თავის გარდა, არავინ არ მოგეხმარება, არავის არ აწყობს არ შენი დამოუკიდებლობა, არ შენი სუვერენიტეტი, არც ჩრდილოეთს, არც სამხრეთს, არც დასავლეთს, არც აღმოსავლეთს. ეს გაწყობს შენ და აწყობს მხოლოდ შენ ხალხს. და ჩვენმა საზოგადოებამ დაინახა ის, რომ ქართული ოცნება ატარებს ეროვნულ პოლიტიკას. ჩვენმა საზოგადოებამ, ჩვენ გვყავს 1,100,000-ზე მეტი ამომრჩეველი, სტაბილურად 2 წელი. ესეთი რაღაც არ მომხდარა, რომ თვითმმართველობაზე გავამეოროთ იგივე ციფრი. ყველა კი არ გიждდება ქართულ ოცნებაზე. დიდი ნაწილია, ვისაც მოწოს ჩვენი პოლიტიკა, მაგრამ არის იქ ჩვენი ამომრჩევლის ნაწილი, რომელიც ფიზიკურად ალტერნატივას ვერ ხედავს, კარგად აზროვნებს და ხვდება, რომ ამ ქვეყანაში მშვიდობის სტაბილურობის და ეკონომიკური განვითარების ერთადერთი გარანტორი არის ქართული ოცნება და ეს ყველაფერი მით უმეტეს დამტკიცდა მას შემდეგ რაც ბატონმა დონალდ ტრამპმა დაიკავა ოვალური ოფისი იქიდან გამომდინარე რომ გამომჟღავნდა უამრავი რაღაცა და იქ USA-ზე და იმაზე როგორ საუბრობთო და ეჭქვეშ როგორ აყენებ დასავლურ ფულსო ფაქტები და მტკიცებულებები ჩამოალაგეს თუ როგორი კრიმინალური ორგანიზაციებია და თუ რეებს აფინანსებდნენ ისინი არა მარტო საქართველოში არამედ სოფლიოს მასშტაბით. დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი იყო ჩვენი სტუმარი. ახლა კი ვსაუბრობთ რუსეთ-უკრაინის ომზე, დასრულდება თუ არა მშვიდობით ეს პროცესი, შედგება თუ არა შეთანხმება რაბედიელის 28 პუნქტს. სწორედ ეს თემები იქნება მთავარი განსახილველი თემა დიპლომატ კოტე ჟღენთან ერთად, რომელიც უკვე სტუდიაში შემოგვიერთდა და ჩვენ მას მივესალმებით. ბატონო კოტე, დიდი მადლობა პირველ რიგში მობრძანებისთვის. დავიწყოთ კომენტარით რუსეთის პრეზიდენტმა დღეს საღამოს პირველად გააკეთა კომენტარი ამ თემაზე და ჩვენ ვნახეთ რომ ის არ ფიქრობს რომ შეთანხმებას ხელს მოაწერს ყოველ შემთხვევაში ახლა ასე ამბობს რადგან ზელენსკი არალეგიტიმურია და მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება ამ პროცესს თუ კი უკრაინელი ჯარისკაცები უკან დაიხევენ რა პერსპექტივა აქვს მშვიდობას რა ვიცი რო გითხრათ მოგესალმებით მევესალმები მაყურებელს კიდევ ერთხელ რო გითხრათ რომ ჩემს მოგახსენებთ რა თქმა უნდა მაგრამ ამ განცხადებამდეც პუტინის განცხადებამდეც მანდამაინც პოლიტოლოგები და პოლიტიკოსები ძალიან იმათ უყურებდნენ მშვიდობის დამყარების პერსპექტივას თქო ნუ არ ვიქნები მართალი იმიტომ რომ არ იყო ესე საქმე იმაშია რომ როდესაც კონფლიქტი შეერებული კონფლიქტი ადის მის უმაღლეს დონეზე ანუ ომი არის შეერებული კონფლიქტის უმაღლეს დონე, როდესაც ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება, ძალიან ბევრი სისხლი იღურება, ძალიან ბევრი ტოლვილია, ძალიან ბევრი ნგრევა, ყველაფერი რაც მოყვება ომს. და თან ამ დონის ომს და ესეთი ხანგრძლივობის. ძალიან ძნელია უცბად ერთი ხელის მოსმით ერთი გეგმა წარმოადგინო, მით უმეტეს პუტინმა ხო ნახეთ თქვა რომ ეს გეგმა არ იყო, ეს იყო სიაო საკითხებისო, ზუსტად ესე თქვა, რომელიც ნუ ჩვენ უნდა განგვეხილავ და ნახავდითო რომელი საკითხები თვლიდითო რომ შეიძლება გადაიჭრას და რომელსაც თვლიდითო რომ არ შეიძლება გადაიჭრას. მხარეებს შორის, ორ მხარეს შორის აუცილებლად უნდა იყოს უფრო მეტი შეხების წერტილი, რომ საუბარი დაიწყოს რეალურ სამშვიდობო გეგმაზე. და ეს არ იყო. ყველა მიცოდა რომ იმდენად განსხვავდება პოზიციები და ის წითელი ხაზები, რომელზეც თვითონ საუბრობდნენ უკრაინელები, ერთი მხრივ და რუსები, მეორე მხრივ და პუტინი და ზელენსკი, რომ ძალიან ძნელი იყო მათი დაახლოება. სანამ სამშვიდობო შეთანხმება შედგება, პირველ რიგში ყველა ვიცით, უნდა მოხდეს ცეცხლის შეწყვეტა. ყველა ვიცით, რომ ფრონტი არის დაახლოებით 2000 კილომეტრი. რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ აი 28 პუნქტი იყო ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი იმ ბოლო იმ
ტრამპის გეგმაში თუ სიაში, სადაც ეწერა, რომ აი ყველა რომ მიიღებს ამ ჩვენ და მე რომ შეთანხმდებიან ცეცხლის შეწყვეტაზე და რომ დაიხევენ იმ პოზიციებზე, რომელიც არის მოცემული ამ სიაში, აი მერე დაიწყება სერიოზული ლაპარაკი უკვე ისეთ გლობალურ საკითხებზე, როგორიც არის ნატოში შესვლა, არ შესვლა და ნუ აი სხვა საკითხები. ახლა მიუხედავად იმისა, რომ ეს ოპტიმიზმი გადაჭარბებული აღმოჩნდა 28 პუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით, მაინც ალბათ სასარგებლო იყო იმ ჭრილში, რომ გამოიკვეთა ვის რა ინტერესი აქვს და ვის რა პოზიცია აქვს. ევროპის დამოკიდებულება ასეთ სწრაფ და უშუალოდ შეთანხმებასთან დაკავშირებით, შეერთებული შტატების განწყობა, რომ მაინც უნდა დასრულდეს ეს ომი და მშვიდობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ასევე რუსეთის პოზიცია. და რა თქმა უნდა, უკრაინის, ასე ვთქვათ, განწყობები ამ მშვიდობასთან დაკავშირებით. ევროპის მდგომარეობა როგორია, როდესაც ერთის მხრივ აბსოლუტურად თამაშგარე სიტუაციაში, რომ არც ჰქონდათ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ეს გეგმა, ასე ვთქვათ, იყო შეთანხმებული ორ მხარეს შორის და შედგებოდა, პლუს ცდილობა, რომ როგორმე ჩაერთონ ამ პროცესში და თან ესეთი დაუფარავი სურვილი, რომ სწრაფი მშვიდობა არავის არ უნდა, რომ პრინციპში ომი უნდა გაგრძელდეს თუ კი ეს, ასე ვთქვათ, შესაძლებელია. ხო, აი, როგორ ახსნიდით თქვენ ბრიუსელის კი ბატონო, რაშია იცით საქმე, პუტინს პირდაპირ ეს არ უთქვია, მაგრამ ჩემი აზრით ამ ევროპის შეიძლება ესე დავარქვათ კონტრგეგმამ, რომელიც წარმოადგენს იმის მერე რაც ტრამპმა თავის გეგმა წარმოადგინა, იქ ისეთი საკითხები იყო ჩართული, რომელსაც ჩემი აზრით კიდევ უფრო გააღიზიანა პუტინი და კიდევ უფრო გაკაცრებინა თავის მიდგომები. იმიტომ რომ იქ ისეთი საკითხები, რომელიც ტრამპის აზრით და ნუ რა თქმა უნდა მე დარწმუნებული ვარ მისი იმ დიპლომატების, რომელიც მონაწილეობდნენ მოლაპარაკებებში, პირდაპირ მოლაპარაკებებში რუსეთის მხარესთან, გულისხმობ ვიტკოფს, რუბიოს და ნუ იქ ტრამპის სიძეც ამბობენ და მჯერა რომ ჩართული იყო კუშნერიც და იმათმა ისეთი საკითხები ჩამოიტანეს იქიდან რამდენიმე შეხვედრა შედგა, ვიცით ხო, სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა დონის წარგზავნილებს, დელეგაციებს შორის. იმათმა ისეთი საკითხები ჩამოიტანეს, რომ ეს ყველაფერი მეტნაკლებად ასახული იყო ამ ტრამპის გეგმაში, რაზეც წინასწარ ესე ხდება ხოლმე დიპლომატიურ მოლაპარაკებაში, რომ აბა რაზეა წამსვლელი, გავითვალოთ და ნუ ისქნებ ისეთ საკითხი დავაყენოთ, რომ იმათვის უფრო მისაღები იყოს. და ორივე მხრისთვის, რა თქმა უნდა, მაგრამ ძირითადად რუსეთის დაყოლიებაზე იყო, ხო? აქცენტი გაკეთებული. ჩამოიტანეს ესეთი საკითხები და რომ შეიტანეს ესეთი საკითხები, უცბად გამოჩნდა ევროპელების გეგმა, რომელიც ნუ რადიკალურად განსხვავებული და პირიქით ეწინააღმდეგებოდა იმ საკითხებს, რომელზეც შეიძლებოდა შეთანხმება შემდგარიყო. მაგალითად, ელემენტარულად ეხა საქმე რაშია, იცით, შეიძლება ვიღაცას ჯერავს, ნეტარ არიან მორწმუნეებნიო, რომ ჩვენც უკრაინასაც ნატოში აუცილებლად მიგვიღებდნენ. მე მაგალითად იმ ადამიანების რისკს ვეკუნდი, ვისაც არასოდეს არ ჯეროდა, რომ ან ჩვენ და ან უკრაინას ნატოში მიიღებენ. ერთი ძირითადი მიზეზის გამო, რომ კონსენსუსი აუცილებელია, რომ იქ მიღიღონ და ეს კონსენსუსი იმ სიტუაციაში იმ ქვეყნების, ვინც ახლა ნატოს წევრები არიან და მით უმეტეს ამ მდგომარეობაში, როგორც ახლა არის სოფლიოში, ნუ პრაქტიკულად წარმოუდგენელია, ჩემი აზრით. ამიტომ ამაზე მანდამაინც ეს დაწოლა, რომ არა თვითონ ნატომ უნდა გადაწყვიტოს მის მიიღებს და ამ გეგმაში ეწერა, ხო? ამ ევროპელების გეგმაში, რომ არა ეს ვარისკმა ნატოზე არ შეიძლება ამ დროს იქიდან ძირითადი საკითხი იყო, რომ არა, ნუ ვარი თქვენ ამ ნატოზე, თქვენ რომ ნეიტრალური ქვეყანა არის და ნუ ეს უფრო გაცილებით მისაღები იყო იმ მხარესთვის. ეს ერთი საკითხი. მერე ტერიტორიების საკითხიც. ტერიტორიებზე როცა ამბობ, რომ იცით რა, მერე იქნება განსახილველი ეს საკითხები, მაშინ როცა ცეცხლის შეწყვეტილი არ არის და მოდით პირდაპირ თქვათ, საომარი სამხედრო უპირატესობა რუსეთის მხარეზეა, კი ბატონო ითვლიან, ხო? მეტრებს, ზოგი იმას ითვლის, ათეულ მეტრებს და ასეულ რამდენიც წაიწიეს. ზოგი ითვლის, რომ კუპიანსკში მაგალითად რამდენი ის აიღეს, რა ქვია, უბანი, ქალაქის.
მაგრამ ფაქტი ხო არის რომ რუსეთი წინ მიდის და უკრაინა უკან იხევს და უპირატესობა პატარა მაგრამ აქვს. ხო, დონალდ ტრამპი ამას ეყრდნობოდა თავის განცხადებებში, ის ამბობდა რომ ამ ხელშეკრულებაზე და შეთანხმებაზე ხელი სასწრაფოდ არის მოსაწერი, ვინაიდან შესაძლოა რაღაც ტერიტორიები ახლა რუსეთს დაპყრობილი არ აქვს, მაგრამ ტრამპმა პირდაპირ თქვა, რომ შესაძლოა სამომავლოდ გახდეს მათი მიერ ოკუპირებულიო და შესაბამისად საინტერესოა, ანუ ახლა რამდენად აწყობს უკრაინას ამ ხელშეკრულების დადება, იმიტომ რომ ევროპული ქვეყნების პოზიციები აბსოლუტურად გასაგებია, იმიტომ პირდაპირ თქვენს მათ, რომ უკრაინის შემდეგ ვიქნებით ჩვენ და ჯერ მარკერით მოვლენ და შემდეგ ტანკებით. და ნუ გასაგებია, რატომაც უნდათ, რომ ომი ასე მარტივად არ შეწყდეს, მაგრამ უკრაინის სტრატეგიულ ინტერესებში ახლა რა დგას? მე ხსნა ზელენსკის და იმაში ვერ ჩავიხედავ თავში, მაგრამ ფაქტია, რომ უპირატესობა ნახდათ არ არის უკრაინის მხარეზე და ფაქტია ისიც, რომ თუ არ მიუდგა ცოტა უფრო შორს თუ არ გაიხედა უკრაინის ხელმძღვანელობამ და ზელენსკიმ კერძოდ მე მგონია რომ შეიძლება გაცილებით უარეს სიტუაციაში ჩავარდეს იმიტომ რომ თუ ამერიკელებმა თუ ტრამპმა შეასრულა ის რაზეც საუბარი საკმაო ხნის წინ დაიწყო რომ აღარ გაუგზავნეს იარაღს პირდაპირ უკრაინელებს და არც დაფინანსებას გაუგზავნის იარაღს ნატოს უფრო სწორედ მიყიდის და მე იმათმა კი ბატონო თქვენ მიეცით უკრაინელებსო და ეს ამოუწურავის არ არის რა ქვია რეზერვი სხვათა შორის და თვითონ ევროპას კიდე ნამდვილად არ აქვს მისი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე იმის საშუალება რომ ჩაანაცვლოს ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინისთვის მიწოდების თვალსაზრისით ამიტომ პუტინი ამას ელოდება ჩემი აზრით. აი რა სურათს ვიღებ ომის გაგრძელების მაქსიმალურად მეტი ტერიტორია აიღოს და მაქსიმალურად უკეთეს პირობებში, ну, კიდევ ერთხელ ეს კლასიკაა კონფლიქტის შეცდომის შეტყობის და ზავის დადების, რომ ვინც უკეთეს მდგომარეობაშია ბრძოლის ველზე და ვისაც უპირატესობა აქვს, ის კარნახობს უფრო პირობებს ზავის ვიდრე ის მხარე, რომელიც სუსტ მდგომარეობაშია და მეტ ტერიტორია აქვს დაკარგული. ამ პოზიციას, რომ რაც უფრო მეტ რესურსს, იარაღს, ფინანსურ დახმარებას მივაწვდით უკრაინას, მაშინ რუსეთი დამარცხდება და უკრაინა შეძლებს უპირატესობის მოპოვებას, ილუზიებში ყოფნა უწოდა შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა თქვა, რომ ილუზიებში მყოფი ადამიანები ვერასოდეს ვერ გადაწყვეტენ ასეთ კონფლიქტებს, რეალისტებმა უნდა გადაწყვეტონო, მაგრამ ახლა ვის მხარეს არის უპირატესობა? ჯერჯერობით ილუზიებში მყოფი ლიდერები ილუზიებში მყოფის მხარეს ნამდვილად არ არის, ნუ იცით რა ილუზიებს ვერავის ვერ აუგზავნებთ. ნურც ამერიკაში წავალთ შორს და ნურც ევროპაში. ჩვენთანაც საკმაოდ ბევრნი არიან ილუზიაში მყოფები, მაგრამ ნუ ეს ერთია შეიძლება ადამიანს ეგონოს, რომ უკრაინა გამარჯვებულია. ან ნუ ასე შემდეგ ხა აღარ დავიწყოთ იმას. შეიძლება გახდეს ფაქტორი კორუფციული სკანდალები უკრაინაში. რა როლს ასრულებს ამ პროცესში? ფაქტორი უკვე გახდა. ეს უკვე გახდა ფაქტორი და ეს ჩანს არა მხოლოდ განცხადებებში და სხვათა შორის ევროპაშიც თუ მიაქციეთ ყურადღება იქაც საკმაოდ ესეთი მკვახე განცხადებები იყო თუმცა იქვე ამბობდნენ რომ მიუხედავად ამისა ჩვენ უკრაინას მაინც არ დავტოვებთ და მაინც მხარს დაუჭერთ მაგრამ ფაქტია რომ იმ განცხადებებმა და მათმა სიმრავლემ აჩვენა რომ და სხვათა შორის ისიც იყო ნათქვამი რომ უნდა გააძლიერონ კონტროლი იმ თანხებზე და რასაც უგზავნიან უკრაინელებს და აი როგორ იხარჯება და ადრე ამაზე ტაბუ დადებულ თვითონ უკრაინელებმა იციან და იქ არაფერი არ ხდება და ძალიან და ასე შემდეგ და ეხლა აბსოლუტურად სხვა სიტუაცია ასე რომ ამ ფაქტორმა თქვენ რაც ბრძანეთ უკვე იმუშავა თქვენ როგორ ფიქრობთ რა შედეგს მიიღებს საბოლოოდ უკრაინა მიიღებს თუ არა მაგალითად იმ შედეგს რომ მინიმუმ მას ყავდეს ისეთი თავდაცვა კონდეს რომელიც თუ ნატოს ხოლგის ქვეშ არ იქნება მინიმუმ სამომავლო საფრთხეებს მაინც აარიდებს თუ საბოლოო ჯამში აღმოჩნდება რომ ევროპელი ლიდერები და მათ შორის ამერიკის პრეზიდენტი რუსეთს ჯირვაში მიიღებს სანქციები მოიხსნება და საბოლოო ჯამში ქვეყანა დარჩება ოკუპირებული ტერიტორიებით ანუ მოლოდინი და პერსპექტივა ახლა რას ჩანს უკრაინის სასიკეთოდ თუ და ეს ნამდვილად ესეა ძირითადი მტერი რუსეთია თავის მთელი რესურსებით
მიუხედავად სანქციების, ნუ ეხლა ცნობილი ამბები არ დავიწყებ ამის გამეორებას, თვითონ ევროპელები წერენ, რომ ვერ მოიტანა ის შედეგები, რასაც ელოდებოდნენ და ამერიკელებიც ამაზე წერენ, იმ სანქციებმა მენამდენე პაკეტი არის და ეს რუსეთი, ნუ ძალიან ბევრი იმეებით ეკონომიკა გადაიყვანეს სამხედრო რელსებზე, როგორც ამბობენ და ზოგის აზრით პირიქით კიდევ უფრო გაძლიერდა. ნუ ხალხის რესურსებზე და ჯარის რესურსებზე მაგაზე აღარ ვსაუბრობ. თუ შევადარებთ ახლა ორი მეომარი მხარისას, რა თქმა უნდა, უკრაინის შეერღებულმა ძალებმა ამ გამოცდილებით, ამდენი ხანი ამ ბრძოლაში ყოფნით და იმ აღჭურულობით, რაც მიიღეს და რა თქმა უნდა, ტაქტიკაც გააუმჯობესეს და რაღაცები ისწავლეს ომისგან. ეს ჩვეულებრივი ამბავია, ამდენი ხანი რომ ომობ, რაღაცას ისწავლე და უფრო პროფესიულად უდგები საქმეს, სულთა სამხედრო საქმეს გულისხმობ. მაგრამ ნუ არ ამგონია რომ იმ ხელა რესურსი კონდეს უკრაინას, მით უმეტეს აი ესეთ დანგრეულ უკრაინას და იმ შედეგებით, რა შედეგებიც უკვე მოიტანა ამ მამათვის, რომ დიდი ხანი გაუძლოს რუსების შეტევას. საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევები, რისკები ჯერჯერობით უცვლელია ამ მოცემულობაში? ნუ არა, უცვლელია, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენ ველოდებოდით რას, საქართველოს მოსახლეობაც, მთავრობაც არაერთხელ უთქვამს და რა ვიცი, ყველა გონიერ ადამიანს, რომ დამთავრდეს ეს ომი. დამთავრდეს. მანდა მაინც რომ იმათ რა ქვია, ყველასთვის მოსაწონად კონფლიქტი არ მთავრდება, ეს ფაქტია. ესეთი რამე არ მომხდარა, რომ ორივე მხარე კმაყოფილი დარჩეს. როდესაც ომის მერე იდება ცეცხლის შეწყვეტის და მერე სამშვიდობო შეთანხმება. ერთი მხარე უფრო მოგებულია და მეორე ხომე უფრო წაგებული, მაგრამ ფაქტია, რომ სისხლისღვრა როცა წყდება და მერე სხვა საკითხები გამოდის წინა პლანზე, როცა ცეცხლის შეწყვეტა მუშაობს პირველ რიგში, ხო? აი ცეცხლის შეწყვეტა უნდა იმუშაოს, თუ ცეცხლის შეწყვეტა არ მუშაობს, მაშინ ყველა დანარჩენი საკითხი, რომელიც იგდებს, გინდათ უფრო ლოკალური და გინდათ უფრო გლობალური, იმაზე ლაპარაკი ზედმეტია პრაქტიკულად. ამიტომ ჩვენ ველოდებოდით და ეხლაც ველოდებით იმას, რომ შეწყდეს საომარი მოქმედებები და დაიდოს შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის თაობაში. დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. დიპლომატი კოტე ჟღენტი იყო ჩვენი სტუმარი. დღეს ამით გემშვიდობებით. მადლობა რომ გიყურებთ.